ჰორმონები, უხილავი დირიჟორები, რომლებიც მართავენ ჩვენი ორგანიზმის თითქმის ყველა ფუნქციას და უზრუნველყოფენ ორგანოებისა და უჯრედების სრულყოფილ ცხოველქმედებას. უფრო ზუსტად კი უნდა უზრუნველყოფდნენ, თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში ჰორმონული დარღვევების გამო ხვდებით ჯანმრთელობის პრობლემებს, რომელმაც თანამედროვე სამყაროში ეპიდემიის მასშტაბი მიიღო. სწორედ ამიტომ 24 აპრილს საერთაშორისო საზოგადოება ჰორმონების მსოფლიო დღეს აღნიშნავს. მთავარი მიზნით ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერების დონე ენდოკრინული დაავადებებისა და ჰორმონების შესახებ. ამ დღეს ბუნებრივია ჩვენი ქვეყანაც უერთდება, რისი გამოხატულებაც გახლდათ სასტუმრო ჰოლიდეიში საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებით გამართული კონფერენცია, რომელიც ენდოკრინულ ჰიპერტენზიას მიეძღვნა. ღონისძიებას ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები და ოჯახის ექიმები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა მაღალი წნევის გამომწვევი მიზეზები, გართულებები და პრევენციის გზები. საქართველოს ენდოკრინოლოგიის და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებით დღეს 24 აპრილს ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ენდოკრინულ ჰიპერტენზიას. რეალურად ჩვენი ღონისძიება დაემთხვა და ჩვენ სპეციალურად დავამთხვიეთ ჰორმონების მსოფლიო დღეს, რომელსაც მიუძღვენით კიდეც ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, სადაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმებმა, როგორც არა მხოლოდ ენდოკრინოლოგებმა, ასევე კარდიოლოგებმა, ოჯახის ექიმებმა და მომიჯნავე სპეციალობის ექიმებმა ერთობლივად განვიხილეთ ჰორმონების მნიშვნელობა და მათ შორის ჰორმონების მნიშვნელობა ენდოკრინული ჰიპერტენზიის და არტერიული წნევის მატების მხრივ. ჰორმონები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში და თითქმის მთლიანი ფიზიოლოგიური პროცესები, რაც იმართება ჩვენს ორგანიზმში, არის სრულად დამოკიდებული ჰორმონებზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჰორმონების შესახებ ცოდნის ამაღლება, რასაც ემსახურებოდა ჩვენი დღევანდელი კონფერენცია და მოემსახურება აუცილებლად მომავალშიც. უშუალოდ ჩემი მოხსენება შეეხებოდა თირკმელსა და ჯირკვლის დაავადებებით გამოწვეულ არტერიულ ჰიპერტენზიას, როგორც არის პირველადი ალდოსტერონიზმი, ფეოქრომოციტომა პარაკანგლიომა და კუშინგის სინდრომი. განვიხილეთ ძალიან საინტერესო კლინიკური შემთხვევები, იყო ძალიან აქტიური დისკუსია, ძალიან საინტერესო შეკითხვები იყო. ჩვენმა დამსწრე ექიმებმა თავიანთი კლინიკური შემთხვევები გაგვიზიარეს და ზოგადად ვთვლი, რომ ესეთი მულტიდისციპლინური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი არის პროფესიული განვითარებისთვის, რაზეც ჩვენი ასოციაცია ძალიან აქტიურად ზრუნავს და მომავალშიც ვგეგმავთ ძალიან ესეთი დიდი მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებას ჩვენი ექიმებისთვის. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მომხსენებლებისთვის მათთვის საინტერესო თემებზე დაესვათ კითხვები და ამ კითხვებზე უშუალოდ დარგის პროფესიონალებისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები. ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ეს ღონისძიება არ მოხდა მონოდისციპლინურ რეჟიმში. ანუ მონაწილეობდნენ როგორც კარდიოლოგები, ოჯახის ექიმები, ენდოკრინოლოგები, ანუ ჰოლისტიკური მიდგომა პაციენტთან სხვადასხვა დისციპლინის ექიმების ერთ ენაზე საუბარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ამიტომ ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი განსხვავებული ღონისძიება იყო როგორც საქართველოს სიარობაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. 24 აპრილს მთელი მსოფლიო ენდოკრინული საზოგადოება ზეიმობს მსოფლიო ჰორმონების დღეს. ეს მსოფლიო ჰორმონების დღე ყოველ წელიწადს ერთსა და იმავე დროს სტარდება, ერთსა და იმავე დროს ხდება 24 აპრილს და სწორედ ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი დღევანდელი კონფერენცია მიგვიძღვნა აი ამ მსოფლიო დღისთვის და შესაბამისად ჩავერთეთ ძალიან აქტიურად ამ ღონისძიების აღნიშვნაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ გადმოვთარგმნეთ სხვადასხვა სახის მასალები, როგორიც არის ინფოგრაფიკები, პოსტერები, ვიდეოები, რომლებიც ინფორმაციას მიაწოდებს ქართულ საზოგადოებას, პაციენტებს და ამაღლებს ცნობადობას. მსგავსი ღონისძიებები, როგორც ახალბედა, ისე გამოცდილ ექიმებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ ცოდნა ჰორმონების, სისხლში მოგზაური ამ ქიმიური შიკრიკების შესახებ და ეზიარონ დარგის სიახლეებს. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ პაციენტის მომსახურებასა და მკურნალობის ხარისხზე აისახება. როგორც აღმოჩნდა, ჰიპერტენზიის შემთხვევების ძალიან დიდი ნაწილი არ არის ესენციური და მას აქვს თავისი გამომწვევი ენდოკრინული მიზეზი. ანუ ენდოკრინული ჰიპერტენზია გაცილებით უფრო მაღალი გავრცელების არის, ვიდრე მისი დიაგნოსტირება და გამოვლენა ხდება. ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება არტერიული ჰიპერტენზიისგან პაციენტის სრული განკურნება. ამიტომ სწორი დიაგნოზი, სწორი მიმართულება არის პაციენტის ჯანმრთელობის საწინდარი და ეს კონფერენცია არის ამისი ძალიან ისეთი კარგი
შესაძლებლობა ექიმების განათლების ამ სფეროში. ამრიგად, ჰორმონების მსოფლიო დღე კიდევ ერთ საბაბად იქცა იმისთვის, რომ გავიხსენოთ. ჰორმონული ჯანმრთელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის და ჰორმონული ბალანსის გარეშე შეუძლებელია სრულფასოვნად ცხოვრება. სწორედ ამის შეხსენებას ემსახურებოდა საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის მიერ გამართული კონფერენციაც.